ჯოყავეთ ეშებინდებით გამაგზავნებთ საუბარს ჩვენს მეორე სტუმართან შემოგვიერთდა ბესიკ ბოგველი ფსიქოლოგი ბატონესიკ დიდი მადლობა რომ მონახეთ და ჩვენთან მოხვედით და თუმცა რაღაც მაინც ცენტრალური თემა და ხალხი დაშინებული არის იმ თავდასხმით ისრაელმა რომ მიიტანა იერიში ირანზე არანაკლებ საინტერესოა ისევ ეს რუსეთ-უკრაინის ომის თემა იმიტომ რომ თუ ეს წინასწარმეტყველება კი არა ვარაუდი თუ ვერსია გამართლდა რომ ისრაელი დაესხმებოდა ადრე თუ გვიან ირანს თავს არის კიდევ მეორე ვერსია ეს არის ნატო-რუსეთის ომის გარდაულობა რომელიც შეიძლება დაიწყოს გერმანია რუსეთის ომის და ისეთ საინტერესო განცხადებები კეთდება ნუ ხა საინტერესო ცოტა ალბათ ცინიკურია ასეთი სიტყვის გამოყენება რომ ადამიანები იხოცებიან და ქალაქები იბომბება და დასახლებული პუნქტები მაგრამ და რეალობაა სამწუხაროდ ნატოს გენერალური მდივანი ამბობს რომ ნატომ და გაძლიერდეს და მთელ თავის სიძლიერით დაატეხოს თავს რუსეთს და არ არის გამორიცხული ნატო-რუსეთის ომი პუტინი ამბობს თავის როგორც ჰიტლერმა და ნაპოლეონმა წაიმსხვრიეს რახან მრავლობითი ამ შემთხვევაში ცხვირები იგივე მოეთვლა ტურებს უწოდებს და თითქოს არის ვერსია რომ აი გერმანიას ახელებენ აი უკრაინის შემდეგ პირველ ზოლად რუსეთთან დასაპირისპირებდა და ეს ვერსია რომ გერმანია რუსეთს დაპირისპირება გარდაუვალი იყო უკრაინის ომის დაწყების დასაწყისშივე გაჩნდა თუ გახსოვთ თქვენ ამაზე ლაპარაკობდნენ ანალიტიკოსები ეს ყველა გეოპოლიტიკაში წერია რომ თუ გერმანია და რუსეთი გაერთიან და ატლანტიკური ძალებს ინგლისი და ამერიკას უკვე პრობლემა იქნება ცოტა ახლოს უნდა მოხვიდეთ კიდევ თორე პრობლემა გვაქვს ჩვენ ხმის პრობლემა იქნება ამიტომ ეს ჩვეულებრივი სქემებია გეოპოლიტიკური და ყველა ქვეყანა ბრძოლობს თავისი ეკონომიკის განვითარებით აქ ამაზეა საუბარი. და გერმანია თითქოს აი ესე რაღაც ამზადებენ ხო ამისთვის და მეორე მხრივ ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის დროს გერმანიის დასუსტებას მისი ეკონომიკური პოტენციალის დასუსტებას ყველაზე მეტად გერმანიას დაარტყა ამ ომმა. ამაზე რო ვისაუბროთ თუ შეიძლება. კი ბატონო თვითონ დავიწყოთ გერმანიიდან თვითონ ეს ხალხი ძალიან საინტერესო ხალხია რომელსაც ანალიტიკური აზროვნება აქვს განვითარებული და ვიცით ახლა რომი როგორ გადახნეს ხო და ეს გადახნეს იმიტომ რომ ენერგია აქვს ანალიტიკური აზროვნება აქვს და არა მარტო ეს 4 პაპი მიყოლებით 4 პაპი გერმანელი იყო და ერთ-ერთი ბოლო პაპის დროს მოხდა ლათინებსა და ბერძნებს შორის აი ეს განკვეთა და შეჩვენება და წყევლები სწორედ იმ პაპის დროს მოხდა. ხო არ უნდა დაგვიწყოს რომ სწორედ ლუთერი იყო ერთ-ერთი რომელიც ამ გერმანულ ხალხის წარმომადგენელი იყო და შექმნა აბსოლუტურად სხვა რელიგია რომელსაც ასკეტიკა აგრძალა თვითრეფლექსია აგრძალა. ანუ გერმანელებს თვითრეფლექსია შიგნით ადამიანებს რომელსაც ანალიტიკური აზროვნება აქვს განვითარებული გარეთ მათ უჯინით შიგნით ჩახვდა აი როგორც ინდოელებს იოგების თემა რა შიგნით. ხო ამიტომ როგორც კი ლუთერმა ვერობა უნდა და პირველი აგზალა ეს ასკეტიკის თემა და თვითრეფლექსია მამაოსთან ასე თქვა ეს აღსარების თემა. და გერმანელები საერთოდ მათი გარჩენება ძალიან რთულია, ხო? ამიტომ ჩვენ აი პირველი მსოფლიო ომიდან უნდა დავიწყოთ რა მოხდა, როდესაც გერმანია აკრიფა ეკონომიკა, კულტურა, ვიცით ხო, გერმანელები როგორც მოაზროვნე და ფაქტიურად საფრანგეთში შექმნა პრობლემა ინგლისს, ამიტომ შექმნეს კავშირი 1904 წელს და შემდგომ ეს გაერთიანება გადავიდა დაპირისპირებაში, ხო, იქ რუსეთი ჩაიყოლიეს და აი თემა როგორ არის, მაღალი დონის ქვეყნების დიდი სამსახურები აქვს გერმანიას, ამერიკას და ისინი თამაშობენ ბილიარდს, ანუ დაარტყა ერთი ბურთი მოხდება მეორეს მოხდება მესამე და იწყება პროცესები და ამ ძალებს იყენებენ, ხო? ანუ გერმანია რომელიც ვითარდებოდა პირველი მსოფლიო ომის დროს ფაქტიურად შეაჩერეს ასევე რუსეთი. რომელიც ასევე სტოლეპინის რეფორმის დროს ძალიან ვითარდებოდა. ანუ ეს ორი ქვეყანა ერთიანდებოდნენ თანამშრომლად და ამათ შორის გამოიწვიეს ასე ვთქვათ მაღალი დონის ტექნოლოგიებით გამოიწვიეს ომი ორივე ასე ვთქვათ პირველი მსოფლიო ომის დროს შეაჩერეს მე მათი განვითარება თუმცა ეს არ იყო რუსეთს ამიტომ ლენინზე მიზანმიმართულად იმაშურეს გერმანიაში 304 კაციანი ჯგუფები გაყავდათ ინგლისში აი როგორც ეხლა რა არასამთავრობო სექტორები ეგეთი ფული შეეცნობილია რომ აფინანსებდნენ ლენის აბა როგორ გააკეთეს ეს და მიზანმიმართულად გადატრიალება გააკეთეს და მიზანი იყო მუდმივად უნდა ყოფილიყო ბრიტანელებმა
ნუ რა თქმა უნდა გერმანელებმა და ბრიტანელების ინტერესში. ანუ როგორ არის, ყველა იბრძვის რაღაც დონეზე თავისი ანუ ყოველთვის ცნობილია ხომ ხა რატო გავაკეთე ეს ჩართვა რა ნუ ბრიტანელებს ახლა ცნობილია დიდი თითქოს და გერმანია მოაწყო და სინამდვილეში ყვალი მიდის ბრიტანეთში დიდი სამსახურებელს ის კი არა ბავშვთა საბავშვო ბანაკებში ზდიან ეს სკაუტების სისტემა ვისის ხო ეს ინფორმაციის შეგროვის სისტემა ხო აი ჩვენ პაკისტანის თემა ინდოეთის თემა აქ მიდის ამ გზას ვინ გააკონტროლებს არაბეთიდან ინდოეთამდე ეხლა რუსთაველმა საიდან იცოდა და ყველა წეს ეს არის ის ვინც ამას აკონტროლებს სოფლებს ამაზე მიდის ბრძოლა ამაზე მოდიოდა ის ინგლისია ამაზე მიდის ირანთან და ყველა ამაზე თამაშობს ეს არის თავი და აქ გერმანია მეორე მსოფლიოსაც იგივე თემა იყო ხო აქაც რუსეთი არის კარგი თემა რომელსაც შეუძლია ისპანელია მოკლედ რა შემსრულებელი ეხლა რა გააკეთეს მშპ გერმანიის კატასტროფულად იზრდებოდა წარმოებები დიდ ფულს შეულებდა გერმანია ხდებოდა ცენტრი და იხურება ამ დროს ამერიკის გაზის საბადოები იმიტომ რომ ეს გასუფთავება ჭირდებოდა რუსულ სუდახურეს საბადოები დაიხურა მთელი წარმოებები და ჩინეთის შედის და იძულებული იყვნენ რა გააკეთეს ახლა ის რუსეთს უთხრეს რომ ეს გაზი არ მისცე ჩtildeოეთი ნაკეტი და აქვე გაგახსენებთ მე თქვენ ამათ გახსოვთ მაყურებელს და ამ კითხვასაც შეიძლება ახსოვს და გავახსენებ რომ ტრამპი როდესაც პირველი ვართ იყო პრეზიდენტი მერკელს შესთავაზა აი ეს თხევადი გაზი ამერიკულ და მერკელმა უთხრა უარი იმიტომ რომ ეს იაფი ძვირი ღირსო და ჩვენ ნახეთ რითი დაწურდა რა შეუსრულეს ახლა წარმოვიდგინეთ 4 რუსული გაზი აუფეთქეს 4 ძვირად ყიდიან ევროპაში 4 ჯერ ძვირად მიყიდეს გაზი წარმოვიდგინეთ თელი რიგი ამერიკელებმა ხო ამასთანავე შესაბედ მშპ დღეს ანუ განვითარების დონე მშპ განისაზღვრება ხო 0.9 გერმანიის ამერიკის ვითარდება და რას ეუნება ნატო დააკვირდით და რას ეუნება ტრამპი მშპ გაზარდეთ 2-3%-ით სამხედრო წარმოების რუსეთი ბუა ანუ 0-დან 9-დან გაზარდონ 3-ზე მინუსებში გადავა მინუსებს რაშნისნას რომ ბიზნესი გერმანიდან გადის და უკვე გავიდა აგ მექსიკაში გადადის ბრაზილიაში გადააქვთ ამერიკაში რა თქმა უნდა აი უსაფრთხოა თელ თემა არის უსაფრთხო ბიზნესი ჭირდება უსაფრთხო გარეშე ამიტომ დროთა განმავლობაში ამას გაკრიფავენ და მანამდე რა ხდებოდა უახლოვდებოდა გერმანია რუსეთს იცით ხო უამრავი წარმოებები ქონდათ საავტომობილო წარმოებები ქონდათ რუსეთში მთელი ბიზნესები ერთობლივი და ლაპარაკობდნენ უკვე ესპანეთთან და ვლადივოსტოკამდე უნდა გაერთიანებინათ და ინგლისი ჩდებოდა ცუდ მდგომარეობაში მისი მშპ ეცემოდა კატასტროფულად რა გააკეთა გამოხდა ევროკავშირიდან იმიტომ ეს მისი გადარჩენის შანსი იყო და დაიწყო წაკეზება უკრაინის შავ ზღვაზე ფრენა აი ნახავთ აზერბაიჯანთან და სასუხეთთან ომირო დაიწყო წინა დღეს ზუსტად 10 თვითფრენავი აფრენა შავ ზღვაზე გადაუარა და C-400 რაკეტები ყველა გაუთიშა. წყობრიდან გამოიყვანა, რუსეთს გაუთიშა. ანუ პარალელურად ეუნებოდა უკრაინას იქ საწარმოები აუშენა სამხედროები, რა იყო მისი მიზანი? რომ ბუნებრივად დაეწყოთ ომი, რუსეთი არის ბუა. ხო, ამ დროს რა ხდება რუსეთში? აი პუტინს აჩვენებდნენ 2 მილიონი ახტი დადის, ესენი ჭამენ, სვამენ თელის საწყობები რაც აღმოჩნდა გაძარცულია. ის კი არა ბელოუსოვმა რო შეამოწმა სამხედრო მინისტრმა, ხო აღმოჩნდა 25% ქობინების არ არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ როგორ ამ დროს ამათ არაფერი არ აინტერესებს რუსებს, ხო იცით, აი ჭამა უყვართ ეს кейფი ევროპაში გულაობენ, რის ომი საერთოდ არ აინტერესებს. და ეს იყო შესაბამისი ინტერესი, რომ გაეძარცვათ ევროპა დღეს შეხედეთ მშპ 0.2 საფრანგეთი, 0.1 იტალია ჩვენ ჯობნივად 9%-ის დაგვაქვს. თქვენ წარმოგიდგენიათ ევროპას. თუმცა ახლა ჩვენი 9% და იმათი 0.2 ცოტა სხვანაირი თანაფარდობა, ზუსტი თანაფარდობა არა. ხო ჩვენ ახლა ჩვენთან აქ არის საბანკო სექტორი და შენებლობა, ხო სხვანაირად ისიც რამდენი ვალი აქვს ქვეყანას რომ გამორიცხოთ იქ სხვა სიტუაცია. მოკლედ მიდის ეს თამაში შესაბამისად და როდესაც ტრამპი საუბრობს პოლიტიკაზე რომ მე ალიასკა და გრენლანდია გავაერთიანო და იქ ვიდე დანიას პირდება ინგლისს ერთ ეს არ არის მაგის
იდეა ასე ვთქვათ. ეს კიდე 90-იან წლებში ჰანტინგტონი რესპუბლიკელების ასე ვთქვათ გეოპოლიტიკოსი იძახდა, რომ ფუკუიამას თეორია, რომელიც იყო დემოკრატების, რელიგიების გაქრობის, ნაციონალიზმის გაქრობის, ეს არ ემუშავებს. დარჩება ხალხები, რომელიც რელიგიურად იდენტიფიცირებას გააკეთეს, ვერაფერს ვერ უზამთ. ქვეყნები დარჩება და მერე მოხდება ახალი პოლიტიკის წარმოშვა. ხო, ამას იძახა ჰანტინგტონი. ამიტომ ფაქტი ახლა ჩინეთს ვერაფერი ვერ უყვეს, არაფერს ვერაფერი. თუმცა ცივილიზაციების ჯახის თეორია. აი ამაზეა ჰანტინგტონის თეორია, რომ გაერთიანდეს ამერიკა, კანადა, გაერთიანდეს გრენლანდია, გაერთიანებს დანია, ინგლისია და ესენი იქნებიან ერთი, აი რა გააკეთა ახლა ამერიკამ ინგლისთან მოლაპარაკების დროს ნულოვანი ხელშეკრულება დადო. როგორც აი ამერიკაში ისე მიდის პროდუქტები. არავითარი არ დაუწეს. არა როგორ დაიწყეს არა მაგრამ. ხო, რატო დაუწესდა? იმიტომ რომ ერთი თამაში ვართ, ერთი ატლანტიკური ძალები. ერთი მხარეა და სამაგეროდ იქ ჩინეთს აუწია 120 საფრანგეთს 55-ზე შეთანხმდნენ ჩინეთთან. საფრანგეთს აუწია, ხო გამიგეთ ჩინეთის ეკონომიკის გაჩერება დაიწყეს. ეს არ არის საქართველოს, ხო, არაფერია დასანგრევი. იქ რო ჩერდება, ერთი კარგად 5 მილიონი კაცი. 5 მილიონი ისეთი კრიტიკული მასაა, ხო? ეხლა რა გაუსრულეს კიდე? ეს ირანის ნავთობი რო ნავთობს ჭაბურღილებს დაუბომბავენ. ამას ყიდულობს ჩინეთი. ჩინეთის ეკონომიკა უკვე იძულებულია რუსეთს მიიღო. რუსები აუწევენ ახლა უკვე 7%-ით გავარდა. აი დღესვე გუშინ იყო ხო? დღეს 7%-ით გავარდა. ეს აიწევა. ნავთობის ფასი. კი, რა თქმა უნდა, აიწევა. რუსები ფულს იშოვიან და ჩინეთის ეკონომიკად კიდე ჩაძირავენ. იქამდე მიიყვანენ ჩინეთს სანამ შიგნით ძურები არ დაიწყება რა და ეგ ახლა შიდა ძურები ახლა წარმოიდგინეთ 10 მილიონი რო გამოვა რამასა ხო იქ აუცილებლი სინძიანპენს დაუწყებენ შესრულებას იქ მე თურქული ტომები დალაილამასთან როგორც ხდება რა ჩვეულებრივი დაგეგმარების ჩვეულებრივი თემა და აიძულებენ რუსეთისკენ მიმართავენ ეს მე ვფიქრობ ეს გაუკეთებენ რუსეთისკენ მიმართავენ რუსეთისკენ აგრესიას მიმართავენ ჩინეთის ამას ეს მიწები აქვთ კაცო რუსეთი ყოველთვის ართმევდა რუსეთს ყოველთვის ართმევდა დაპყრობილი აქვს უამრავი რუსეთს ჩინეთის და ამიტომ მათ აქვთ ეს ამბიცია და რომ და არა მარტო აქვთ იქ 2-3 აი ბოლო მასალები რო ნახოთ 2-3 მილიონი უკვე შესულია კი ჩინეთში შესულია კი და როგორ იმიტომ რომ ერთი პასპორტი აქვთ ამას ინათ იყო 3 წლის უკან ეს რუსით გადა იგინებოდა რომ კაკი ატლეტჩიტოს ერთი პასპორტით გადადის გადმოუგზავნის და ის შემოდის და ერთი პასპორტით სახში ცხოვრობენ აი 20-30 კამანდა რა იმიტომ სახით ხო ერთი და იგივე ხარ რუსმა რაიც ხო ასე რომ ეს ირანის თემაც ხვდებით ახლა ხო ანუ ფაქტობრივად გამოდის რომ აი ირანის თემით ირან აი რუსეთი უფრო დაინტერესებული იყო თუ არ იყო დაინტერესებული ირანზე თავდასხმით რა თქმა უნდა დაინტერესებული იყო ხო და სწორედ ესე ჩვენ დამიჩნდა მეც რომ დაინტერესებული იყო რუსეთიც ეს არ იყო რუსეთის აქ არის რომ ეკონომიკა რომელიც ჩინეთზე იყო მისი გავლენის ქვეშ მოაღმოჩნდება ჩინეთი ახლა ამაზე ჯერ კიდე შირინოვსკი ლაპარაკობს 10 წლის უკან ზოგადად ცოცხალი ხო უნდა დაარტყასო აბარო ამითო ჩვენო აი რასაც მე გეუნებით სქემას რომ ნავთობი აიწევსო და ჩვენო ფულს ვიშოვითო და ჩვენზე იქნებაო ჩამოკიდებული ამა ჟირინოვსკი პირდაპირ იძახდა 10-15 წლის უკან რატომაც არაო დაარტყას ჩვენი რა მიდისო რომ თუმცა ეხლა აქ პრობლემა შეიქმნება აზერბაიჯანის მოსახლე იქ დაცხეს აზერბაიჯანულ ნაწილს ხო ირანში იქ დიდი მოსახლეობა გამოიქცევა საქართველოში ჩამოვლენეს ხო ეს ჩვენ არა ვართ მზად ასეთი დიდი ჩვენთან რატო გამოიქცევა აზერბაიჯანში სადაც აქ საზღვარი და სომხეთში საქართველოში ჩემოვლენ ნუ იმდენი არა ალბათ იმედია რა რაც აზერბაიჯანში სომხეთში არიან და ბევრი შემოვა ახლა აქ სხვა შემოვა იქ ბევრი ირანელები ჩემოვლენ ხო ახლა ეს თემები ისეთ თემა აგ პაკისტანი ინდოეთის ომია კიდე გაჩახებული. თავარი თემა კიდე აქ არის ფული იშოვება იარაღში. კი, რა თქმა უნდა. როდესაც ეს ომი არ იყო, ხო, არავინ ყიდულობდა ამ იარაღს, ხო? ამიტომ ქმნიან რომ აი რუსეთი ბუა შარშან მარტო გერმანიამ 50 მილიარდის F-35-ები იყიდა. ხო, 50 მილიარდს რო იყიდი ყოველწლიურად იმას მოყვება საბურავის, საცვავის, ხო გამიგეთ ნაწილები, გადამზად ეს ფულია.
ასევე გაუკეთეს ყველას. მაშინ როდესაც არავინ ყიდულობდა, ხო? და ტრამპი პირდაპირ იძახის, რომ 2-დან 5% აწიოთ ნატოს გადასახადი რა. ეს რას ნიშნავს, იცი? და აი მეშეპო რო გითხარით მინუსებში გადავა. და გასხვიპავე. და ჰანტინგტონის თეორია გულისხმობს ევროპისა და აზიის გაერთიანებას. რუსეთისა და ევროპის გაერთიანებას შიგნით რა თვითონაც თქვა რომ არ მაინტერესებს რაც გინდა გიქნიათ. მე ჩემსას გავერთიანებ თქვენი გაერთიანეთ და მე დავიწყოთ გადანაწილება დიდი კოალიციური იგივე თქვა ჩინელების, იაპონელების, მუსულმანური სამყაროს ამ სამყაროების შორის ახალი თამაში წავა რა. ეს არის ჰანტინგტონის თეორია. ამაზე მიდის ტრამპი თქვენ გონიათ ახლა ტყუილად აბერტყავს ეს გრენლანდია. ეს ყველაფერი არის გათვლილი და ანგარიშებული. ნუ ახლა ეს ირანის თემა შეუსრულეს ირანს, ხო? ირანს შეუსრულეს პირდებოდნენ საფრთხეა. ისე როგორც იყო სირიას საფრთხე. სირიას საფრთხე ისრაელისთვის რა იყო? სირიაში იყო მესამე დონის მოცემულობით ქიმიური იარაღი, ქიმიური ქარხანა. და იქ არის რამოდენიმე რა ვიცი ძალიან საშიში ჰიბრიდია, რომელიც უკვე აღმოჩნდა იქ ტერორისტების ხელშია, მუსულმანების ხელშია, თურქების ხელშია და ქურთების ხელში. რომელიც იქ ფლობენ ხო გამიგეთ საბადოებს. ახლა მისცეს ის რომ მონაწილეობდნენ საბადოებს და განაწილება ხვალდაზე წაართმევ და კაცმა არის ეს ჰიბრიდი სადა მოყოფს თავს. ეს ძალიან საშიში ნივთიერება მასშეულია გამოიწვევს. ასე რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ სტალინის დალაგებული ასე თქვა გეოპოლიტიკური აგამდე გაძლო. ეხლა ახალი სხვა მოცემულობებია. მაგრამ ირანის და ეს შესაძლებელია ისევე მოგვარება ირანის პრობლემის, როგორც მოგვარდა სირიაში, როგორც მოგვარდა ირაკში, ხო? ირაყი, ლიბია, სირია, ავღანეთი, ეხა ირანი. ესენი გვანან ერთმანეთს, ხო, თურქეთი ჯერი და სხვათა შორის თვითონ აღმოსავლელი პოლიტოლოგებიც ამბობენ, რომ თურქეთის დაშლა ეს გარდაუვალი პროცესია, მაგრამ სანამ იქ მივალთ ირანზე. თუმცა უყურეთ თურქეთმა რა გააკეთა. თურქეთმა ითამაშა ცუდი როლი ამ უკრაინის თემაში. გახსოვთ ხო თავიდან უპილოტო თვითმფრინავები რო გადასცა. კი, როგორ არ მახსოვს. რა აწყობდა, როგორც ინგლისი აწყობს ეს ომი, თურქეთსაც აწყობდა ომი. რა მოიგო? გაზის ნავთობი, გაზი წარმოიდგინეთ შედის რუსული თურქეთში და თურქეთიდან ყიდის ევროპას. კი. ფუსობდა პულსაკეთ. პლუს აქედან ხორბლიდან ფულს შეუძლო. ხორბლიდან აი როგორ არის ცით აი ბავშვური ის არის სიშტერე ქვია რა და რა გაუკეთეს და ევროპა და აშინებენ. რო აგერ რუსეთი არის ბუა, აბდავ ეხა ჩქარა ბიჭებო ფული იშოვეთ, გადაგვიხადეთ, იმიტომ რომ ამ იარაღის საწარმოებს ფლობენ ეს კერძო ეს სახელმწიფოს ამას ფლობენ პოლიტიკოსები, პრემიერები, მთელი ეს ელიტა და ამას შემოაგდათ ფული აღარაფერი იშოვებოდა და ეხლა უცებ ომი დიდი ფული იშოვეს. ჯერ ხო გითხარით მარტო გერმანიას, პოლონეთს რამდენი პოლონეთსაც აბა მოდიან ბალტიისპირეთს და ამათი მოშეპოები ეცემარ. და სამაგეროთ ისინი მდიდებიან რა. ეს ხო შეუძლებელია ვთქვათ არ იცოდნენ თუ ασეთი გონება სუსტი პოლიტიკური ელიტა ყავს აი იმ სახელმწიფოებს რომლებიც ჩამოვთვალეთ ჩვენ. ის ვინც არის დასმული ყველა და რა ჩვენთან ვინც დასვეს რა. ჩვენ ავრიჩიეთ ის ჩვენ რომელი პრეზიდენტი დატესტვა ხო იცით როგორ წლები ტესტავენ. აბა ის ინფორმაცია, აბა ეს უნდა გაუძლოს. ჩვენ არც ერთი არ დაგვიტესტია. ყველა ფაქტიურად დასმულია ხო. ყველა არის შეთანხმებული ან რუსეთში ან ამერიკაში. ხანი. ან ორივეგან, ხან ორივეგან. ჩვენ რა არის მონური აზონებიდან ის ვერ გამოვედით ის. დავით აღმაშენების შემდეგ რაღაც გიორგი ბწყინვალე ერეკლე მე რა ერეკლეც რა სად დასვეს? იქ აღიარეს ხო? იქ უნდა აღიარონ. ჩვენ ხელის ერეკლე მაგრამ ერეკლე ისეთი იომა და ისეთი ავტორიტეტი სხვა თემა მე ვიძახით ჩვენ თავში გვაქვს რომ ჩვენ ვიღაცამ უნდა იქიდან უნდა მოგვიწესრიგონ ეხლა რაც ხდება ხო ოპოზიცია იქიდან უნდა მოგვიწესრიგონ ერთ ფაქტს გეტყვით როდესაც ნოე ჟორდანია გარბის ხო ერთ-ერთი პოლიტიკოსი აღნიშნავს რომ ქუთაისში შეკრებებს აკეთებენო და იძახენო ჩვენო უნდა ჩავიდეთო ეხლა ევროპაში და ნახეო იქო რას უძავენ სოციალ ინტერნაციონალიო როგორ დაჟია რუსებსო და ჩვენო ეს ჯეროდათ ეხლა ესე ჯერათ რომ იქ რო ჩავლენ ნაწილს ახლა მე არ ჯერა ნამდვილად ეგ რო ჩავლენ და იქ რაღაცებს ატეხავენ და იქ ევროპა ჩაერევა აქ ფულზეა ლაპარაკი გადანაწილება თუმცა ეს გზა რო არის ერთადერთი გზა არის ხო ალტერნატივა იყო ირანი
ირანი იყო, აი ინდოეთზე მაგალითად შარშან 100 მილიარდის ხელშეკრულება დადეს სასომხეთში, ეს 100 მილიარდით პროდუქტი უნდა შემოიტანონ ინდოეთიდან, ანუ ჩინეთიდან გადაიტანეს ბიზნესი და სავარაუდოდ მე ვფიქრობ ეს როჩილდები და როკფელერები იყვნენ და შეთანხმდნენ, რომ გადაინაწილეს ადრე ჩხუბ ომობდნენ და მოკლედ შეთანხმდნენ ახლა. და აი ეს საუნა გაიაროს. ერთი იყო რომ ზანგეზურზე და ირანზე გაივლო, თურქეთი უნდოდა ამას, იმიტომ რომ თურქეთი აძლიერებს და ქმნის თურქულ ხაზს. პაკისტანი, ავღანეთი ყველაფერი თავს იყრის თურქეთთან და აღარ ამიტომ ამას თუ გაიტანდა თურქეთს ხელს ვერავინ ახლებდა. ეხლა უკვე გადაუკეტეს რა, გადაიკეთეს საქართველოზე მოდის. როგორი ცენტრში ვარ ეხლა. აი ეს გზა დაკოქილია. მაგალითად შარშან 3 თვის უკან ჩრდილოეთ სამხრეთ კორეა, იაპონია და ჩინეთი ეკონომიური კავშირები შეიკრიბეს ფორუმი, სადაც ლაპარაკობდნენ ამ გზის გაყვანაზე და აი 2 თვის უკან იაპონია პირველი ტრანზიტული გამოატარა საქონელი რა, ხო გამიგეთ. ეს არის წარმოიდგინე აზიიდან იაპონია, კორეა, სინგაპური, ევროპის უმოკლესი გზა არის. წითელი ზღვა დამთავრდა, ჩაიკეტა. ეს ირანის დამთავრდა, ხო? ამიტომ არავინ არაფერს არაურევს, მოკლედ დიდი მეებს არ გამოიწვევე რა. ის რაც მიდის პერიფერიული მხარდაჭერები პოლიტიკური ძალების არის იმაზე, რამდენად მომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდება ქვეყანა, აი მაგალითად ჩინეთი, ხო? რამდენად იაფად გაატარებ. მერე ევროპა რამდენად იაფად გაატარებს. თუმცა ეს გზა გვაძლევს საშუალებას, მაგრამ აქ საფრთხე არის ის, რომ ჩვენ არა ვართ ამზადთვის. ამდენი ნარკომანი ყავს, ამდენი ჩვენი რესურსი არ გვაქვს განათლების სისტემა არ არის იქითკენ მიმზადებული, რომ ტექნიკური ინტელექტი ავწიოთ. აი მაგალითად სინგაპურმა როდესაც რეფორმა გააკეთა მათემატიკის ხარისხი 3-ჯერ აწია, 3-ჯერ, ხო, რაც იცოდნენ. იზარ მიმართულად აწია, რომ ტვინს დაეჭირა ტექნიკური ინტელექტი. ის რომ ეს წერს ლირო მუსულმანებთან მომიძაო, შეჯახებაო, დავიბარიო ეს ყველა მაგათი ლიდერიო და აუხსენიო, რომ ეს ჭირდებაო და წარმოიდგინე მუსულმანებმა ლიდერებმა მეჩეთებში დაიწყეს ქადაგება, რომ მათემატიკა უნდა ასწავლოთ თქვენ შვილებს. აწიეს ინტელექტუალური დონე, ხო, ტექნიკური ინტელექტი, დაიჭირა ეს საწარმოო აზროვნება, იმიტომ რომ ჩვენთან რა ხდება? აი აღარ მინდა თქვა რა. აბსოლუტურად ეს უნარები ჩვენთან ხდება აბსოლუტური დადებილება ეს უნარები არ არის კმარი, ამიტომ რა მოხდება, რომ ჩვენები ამოვარდებიან ამ გეოპოლიტიკურ დიდ გლობალური თამაშებიდან შემოვნე კორპორაციები და ესენი მართავენ. ჩვენ გამოირიცხებით. ეს არის პირველი ამოცანა, პირველი სამეცნიერო ინსტიტუტები, აი უზნაძის ინსტიტუტი იცით განადგურებულია, ფსიქოლოგიის, პოლიტოლოგიის, ეს სამეცნიერო ინსტიტუტები ჭირდება, რომ არ ჩამოვიკიდო და არ შემოვიდნენ სხვები, გამიგეთ, ჩვენ იყო. ეს არის რითიც ჩვენ მოვიგეთ ომი ბერძნებთან, რუსებთან და ყველასთან ინტელექტუალური რესურსი. და ბიზანტიასაც ისევე უნდა ავტოკეფალიის გაუქმება ჩვენთან, როგორც რუსეთმა გააუქმა. და ინტელექტი, ამიტომ ინტელექტი უნდა ავწიოთ რა. ინტელექტის თემა არის ასაწევი. და აი ხა თქვენ თქვით რომ ეს დერეფანი მნიშვნელოვანია. დასაკუთრებით საინტერესო სქემები დახაზე და მაინც რატო უნდათ მაშინ ხელისუფლების შეცვლა? აი რატომ რაში უშლის ხელს მოქმედი ხელისუფლება? ჯერ ეგეთი პოლონეთს ყველაზე ძალიან უნდა რომ ომში ჩაერთოს. პოლონეთს? რატომ არა ბალტიისპირეთს რა გაიხანძლებენ ხო? პროცესს გაიხანძლებენ. ხო, აქ არ არის დემოკრატიაზე საუბარი, რატო მანამდე არ ქონდათ პრეტენზიები, ხო? შარშან როცა ადრე პროცესები იყო, ხო? თანაც მთელი ეს პოლიტიკური ელიტა დასმულია, ხო? ჩვენ ხო ვიცით, რომ ეს დასმულია დემოკრატებს თავისი დიდი ფინანსური რესურსი ქონდათ, ისე როგორც რესპუბლიკელებს აქვს თავისი და ისინი ცდილობენ, რომ კონსერვატორები მოიყვანონ, ხო? და ეს ვინც მოყავთ ის შერჩეული კადრი, ის არ არის ბუნებრივად გამოცდილი. ხო გამიგე გამოწუთობილი მათ არ აქვთ და ეს პარტიებიც არ არის ისეთი თვითკმარ, აი დავაკვირდეთ ოპოზიციას ხო და მართლ პარტიას. ხოლოდ ისინი არსებობენ ერთმანეთის დაპირისპირებით. აი ეს ბუა ხო და არცეც არ აქვთ რეფორმის რამე რეფორმაზე წლებია უკვე და ისე თუ რეფორმაზე არ მუშაობ გონება ატროფირდება. არც ერთი პარტია განვითარებაზე უნდა ემუშაო. ხო, არც ერთი პარტია დღეს არ არის მზად. მზად კი არ არის, ვერც იაზრონებენ. ამიტომ გადადიან ხულიგნურ თემაზე. ხულიგნური თემა მარტივია რა. რო არ გამოგდის ინტელექტუალური, აი კომუნისტებმა რო ვერაჯობებს სხვა პარტიებს ჩახოცეს რა. დაიწყეს პრიმიტივ და როცა ვერ უგებ, გადადიხარ ხულიგნობაზე.
ხულიგნობის თემა ის ძალიან ცუდი თემაა. და უზრდელობაზე. უზრდელობა და ეს არ უნდა მოხდეს. მით უმეტეს ახალგაზრდებს არ უნდა უბიძგო რომ ხულიგნობა გამართლებულია რა. ხულიგნობა არ უნდა გაამართლო. იმიტომ ეს თუ დამტკის და მე სკოლებში იგივე მოხდება და სახლებში მოხდება. თქვენ გონიათ არ გადავა ეს სული ეს ხო და ჩემმა შვილიშვილმა მითხრა ეს 6 წლის იყო მაშინ ახლა 7-ის გახდა. შენ უმეუნები ცუდი სიტყვები არ თქვენ ქუჩაში მოდიოდნენ და ყვიროდნენ. გაი და ისინი თუ ყვიროდნენ, ანუ ბავშვ ლოგიკურად გაუჩნდა კითხვა რომ მე რაღაცა გარემო, ანუ რა გამოდის ახლა შემოვა ეს ჩვენ სახლებშიც აუცილებლად ეს. ო, ამიტომ ჩვენ რაღაც დონეზე მაინც მონარქიის თემის განხილვა მოგვიწევს. ისე კი არა უცებ მოვიყვანოთ ფიქრი იმაზე, რომ მონარქია, რომელიც ეხნება ევროპასთან ინტეგრირების საკმაოდ კარგი გარანტი და ამასთანავე სტაბილურობა, იმიტომ მამა საჭიროა. დღეს არის მამის დეფიციტი. და მამის დეფიციტი რას ნიშნავს? რომელიც სწორად გამოიყენებს ბავშვს. აი როგორც ახლა ბავშვები ყველა მიცის რომ ფეხბურთი ნიჭერები იკარგებია. ფული უნდა გადაიხადონ, ვერ უძლებენ იქ ხო? იქ ვიღაცა მამიკოშვილს დააყენე ხა ჩვენი ფეხბურთი რომ ყველა ვიცით არ არის ხო? იმიტომ რომ თუ ბიჭებმა მიაღწიეს, თავისით მიაღწიეს იქ და ამით ხარჯზე, თორე ფეხბურთი არ არის. აქვს ფულის თემა და ის ტრიალებს ახლა. ხო, იგივე ნებისმიერ სფეროში ავიღოთ, სულ რა ხდება პოლიტიკური ლიფტით და კორუფციით, ხო? სააკაშვილი დროდან დაწყებული რამე შეიცვალა. შევარდნაძიდან ვთქვა. შევარდნაძე კომუნისტებიდან მაშინ კიდე უნდა წავიდე კომუნისტებიდან. თუმცა კომუნისტებიდან უნდა თქვა რომ სტალინის დროს ესე არის 27 წლიდან 53 წლამდე სტალინი აწინაურებს ეროვნულ პიროვნებებს, აი ვეკუა, არა პოლიტიკურს. წარმოიდგინეთ 37-მდე სულ კომუნისტური აკადემია უნდა დაგემთავრებინა რუსეთში. ყველა განათლების მინისტრი დახვრიტა, ვისაც ეს აკადემია ჰქონდა დამთავრებული. აი სასწაული და ყველა თესეუს რექტორი დახვრიტა. და მოყავს ნიკო კეცხოველი, რომელიც იყო არის იუნკერების დროს ოფიცერი. და 24 წლის აჯანყებაში იმოზე. ეს პიროვნება მოყავს ეროვნული პიროვნება რა. და ამას აბარებს თესეუს. და შემდგომი ყველა ეროვნული ლიდერია, ასევე მეცნიერებათა აკადემიაში რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. და ხრუშოვი რომ მოდის ისევ პაგონებიანი ისინი ტრიალდება რა, დირექტორებად ისინი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. და ზომბებიც მრავლდება. და ეს ვისაც ფული აქვს დღეს პოლიტიკაზე, ვისი შვილები არიან? ვისი შვილები არიან? გადაფხიკეთ, აბა მიყევით, ვისები არიან? ვისაც გავლენები ქონდა და ფულებს მალავდნენ, ხო? და ისინი არიან ახლა. კი ბატონო. ხო, ეს რესურსი ძალიან მნიშვნელოვანია და მონარქიის თემას მნიშვნელოვანია სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის ადრო ამოიწურა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მცირე ხანში შევხვდებით ერთმანეთს და ვისაუბროთ. აი, რატომ არის მონარქია ამ შემთხვევაში გამოსავალ და ჯობია შიგნით რო ეძებო ალბათ მამა ვიდრე გარეთ, არა, რომელიც დაგაყენებს გზაზე. ხო, ჯერ ეგერთი მამის ინტერესია, რომ დატოვოს კარგი, ხო, შვილი. მეორეც თავის შვილს დაუტოვოს. მისი ინტერესია ის, რომ კარგი სახლი დატოვოს, განათლების სისტემა კონდეს ძლიერი. სასამართლო კონდეს ძლიერი რომ დაჩაგრული არ ყავდეს ხო? რა თქმა უნდა, არ დაჩაგროს. თანაც ევროპასთან ინტეგრირების ეგრევე მონარქიის ხო გამიგეთ, ახლა მონარქები რო შეხვდებიან უკვე სახელმწიფო. თუმცა ბრიტანეთმა მიხედვით იმისა, რომ რუსეთის მონარქია სამეფო ტახტის სამეფო ტახტი ნათესავი ყო არაფერი გააკეთა, ამ თემაზეც რო ვისაუბროთ შემდეგ ძალიან საინტერესო იყო გადატრიალების შემდეგ სამწუხაროდ ამოგვეწურა დრო, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა, მაგრამ ეს ძალიან საინტერესო თემებია და გავლენის სფეროები იყო. კი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. ძალიან დიდი მადლობა მაყურებელს, მე თქვენ გემშვიდობებით. ერთმანეთს შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს 14:10 წუთზე ნახვამდის. კარგად ბრძანდება.